დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. რასაკვირველია, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლეზე, იმ განსაკუთრებულ ფასეულობაზე, იმ უდიდეს ღირებულებაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ საზოგადოებაში. და ჩვენ საუბრობთ ხშირად იმაზე, რაც თავად ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. და ჩვენ საუბრობთ ამიტომ თავისუფლებაზე. დიახ, თავისუფლებაზე ჯანმრთელობის სახით, რადგან ჯანმრთელობა ეს არის თავისუფლება და ავადმყოფობა ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისე, როგორც შეზღუდული თავისუფლება. დღეს გარკვეულწილად მოგვიწევს გარკვეულ შეზღუდვებსა და თავისუფლებებზე საუბარი დღევანდელი გადაცემის თემებიდან გამომდინარე. თუმცა მინდა დავიწყო იმით, რითიც ვიწყებ ხოლმე ყოველთვის. თავად ადამიანით და ადამიანის სიცოცხლით, რომელიც იმდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ არავისთვის არის უჩვეულო და გაუგებარი, რატომ სურს ადამიანს დიდხანს სიცოცხლე. დიახ, დღეგრძელობა არის ზუსტად ის მიზანი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ საზოგადოებას თითოეულ ადამიანთან მიმართებაში. ადამიანების დღეგრძელობა, ადამიანების ცხოვრების ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც შეიძლება მიაღწიოს საზოგადოებამ ადამიანის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებასთან, ადამიანის ბედნიერებასთან ერთად. და აი ამ თვალსაზრისით ხშირად შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა. როდესაც ძალა არ ყოფნის, როდესაც იმედგაცრუება არის ჩვენს ძალაზე თითქოს აღმატებული, როდესაც ვერ ვხედავთ мотивაციას იმისთვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა და გადავდგათ ახალი ნაბიჯები. მაინც იბადება კითხვა, რა გვაძლევს სტიმულს, რა გვაცოცხლებს, რა გვაიძულებს ბედნიერებით და სიხარულით შევხვდეთ ახალ დღეს. აი აქ ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება განვიხილოთ და ბევრი ვიმსჯელოთ, მაგრამ არის ერთი, რომელიც პრაქტიკულად ჩემი აზრით უნივერსალურია და ალბათ თქვენი აზრითაც და ყველას აზრითაც. რადგან ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენს სიცოცხლეს აზრი შეზინოს, რაც იქცეს მამოძრავებლად, ეს სიყვარულია და ძალიან ხშირად დღეგრძელობის საიდუმლოც სიყვარულია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ჩვენი გადაცემის პროექტების ჭრილში, მე გაგახსენოთ სხვადასხვა ისტორია, რომელიც ჩვენი სათქმელის კონკრეტული მაგალითია და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ისტორია, რომელსაც დღეს მოგიყვებით, ძალიან განსხვავდება ყველა სხვა ისტორიისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მაყურებელი ახლახან აღმოვაჩინეთ, არა იმიტომ, რომ ის ახლა გახდა ჩვენი მაყურებელი. მას არ აქვს არც ერთი გადაცემა ჩვენი გამოტოვებული და არის უერთგულესი მაყურებელი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მხედავს. წარმოგიდგენიათ, ვერ მხედავს, მაგრამ ყოველდღიურად უსმენს გადაცემას და გადაცემის მსვლელობისას მიდის ტელეეკრანთან და ეფერება ისევე, როგორც შვილს მოეფერებოდა ოჯახში. და რა კი აი ამ ისტორიას შემდეგ დღეს ჩვენს გადაცემაში ექნება აუცილებლად გაგრძელება თემატურად, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ხალბატონი 10 მაისს 85 წლის გახდა. ნიურა ციმაკურიძეზე გიყვებით ჩვენ ამ ისტორიას და სიუჟეტი, რომელიც შორენ ალაბაძემ დიდი სიყვარულით მოამზადა, იქნება არა უბრალოდ ამბავი ჩვენი მაყურებლისა, არამედ დღეგრძელობის საიდუმლო, რეალურად საიდუმლო, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. სიყვარულს, რომელმაც ძალიან რთულ გზაზე, ძალიან კეთილი ნაბიჯებით ატარა ეს ქალბატონი. მაშინ როცა თვალში ვიყურებოდი, ყანაც მქონდა, ვენახიც მქონდა, ბარავდი, თოხნიდი, ახლა არ შემიძლიათ. ვერ ვიყურებ, თვალებს ვერ კიდე გაგავაკეთებ, მაგრამ ვერ ვიყურებ. მე ვარ ნიურა ციმაკურიძე, 85 წლის. ცხოვრობ ზესაბონის რაიონის ქვედა საზანოში. სპეციალობით ვარ ელექტროტექნიკოსი. მუშაობდი ფერადშენადობა ქარხანაში. მაღალ ძაბვაზე 41 წელი. ყავდა 3 შვილი, მაგრამ ერთი შვილი ავტობუსის გაჩერებაზე გარდამეცვალა
ფილტვის ტრომბით. 2 სასწრაფო მოვიდა და მომიყვანეს სახში მე. 3 შვილი მყავს, 3 შვილთა შვილი. თვალის პრობლემა შეხვდი და აქ მომხვდა ეს ნაჯაგი რო დავარტყი. პასტასავით პატარა წკირი მომხვდა და მე არ მივახციე ყურავდება, იმიტომ რომ აქეთ თვალში ვიყურებოდი და მე დაგვიანებული იყო ოპერაცია რო გავიკეთე, უკვე დაგვიანებული იყო 5 წელი. გლავკომა დამემართა მე და ორივეში მაგ გლავკომა. წულუგის რაიონის სოფელი მათხოვში ბავშვობა. როგორი ბავშვობა გქონდა? ახალი დამთავრებული იყო ომიც, იყო ცხოვრება. მამა ომში წაიყვანეს, ქერჩი ჩავარდა, იქ გადაასახლეს, მე დაგაორი ქონდა დაწერილი დაუმთავრდა და ჩამოვიდა მე დედას 4 შვილი ვყავდით. დედამ 4-ვე გაგზარდა. მე ასე ვისწავლეთ. მეუღლე ადრე გარდამეცვალა. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა დაემართა? ცეროზი ქონდა. შვილი ყველაფერს ხელს მიწყობენ ხო და შემონარჩუნებია სიცოცხლე. ნურიკო ფარკოზე დახვდა. დავახა ნურიკო. და როგორ ახერხებთ მარტო ცხოვრებას? ისინი მოდიან მანქანა ყავთ რამე და დაასუფთავებენ ყველაფერს იგი სწავლენ მერე და დანარჩენს ახლა ასე პატარა საქმეს იმას მივაკეთებ. კი მიჭირს, მაგრამ რა ვქნათ ახლა თავზევი ძალა არ არის. ყოველ დილით ვარჯიშს ვაკეთებ. ჯოხით გამოვყვები ხან კედელს ხან იმას და ასეთნაირად. სად არის? მეზობლებიც აღარავინ აღარ არის. დაეცალა სოფელი აღარ არის. კი რომ მოკვდი ადამიანი ისიც არ იქნება გამსვენებელიც. კარგი იყო როცა მეუღლე მყავდა ბავშვები. შრიამული, სიხარული. ყველაფერი იყო და დღეს რა ვქნათ? მე მიყვარს სიყვარული არის თავარი. ყველანი მიყვარს, მეზობელია თუ შინაურია თუ ოჯახის წევრია, ყველანი ძალიან მიყვარს. ჩვენ დღეს გადაცემა შემთხვევით არ დავიწყეთ ადამიანის დღეგრძელობაზე საუბრით და შემთხვევით არ მოვიყვანეთ ეს ისტორია. ისტორია, რომელმაც სიმართლე გითხრათ, ჩემზე პირადად ძალიან იმოქმედა და განსაკუთრებით მომეფერა ქალბატონი ნიურა და მეც ასეთივე განსაკუთრებული დამოკიდებულება მინდა დავუდასტურო. როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის შესაძლებლობებზე, ჩვენ საუბრობთ ადამიანის ისეთ უნარებზე, რომლის შესახებაც ზოგჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. მაგალითად, ჩვენ სამყაროს აღვიქვამთ გრძნობათა ორგანოების მეშვეობით და ეს ძალიან ბუნებრივად მიგვაჩნია. ხედავთ, ვეხებით, შეგვიძლია სუნით შევიგრძნოთ, დავაგემოვნოთ, ხელით შევეხოთ. უამრავი ფაქტორია, რომელიც ქმნის საერთო შთაბეჭდილებას. მაგრამ მოდით ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც გრძნობათა ორგანოები არ აქვთ სამარჯვებად. როდესაც რომელიმე ჩამოთვლილთაგან უზღუდავს შესაძლებლობებს და წარმოიდგინეთ ცალ-ცალკე და ერთად ეს ყველაფერი. მაგალითად, მე თქვენ ახლა გესაუბრებით ადამიანის შესახებ. თქვენ მე მისმენთ და მხედავთ. მაგრამ სულ ცოტა ხნით ახლა ხმა გაქრება, თქვენ მე დამინახავთ, მაგრამ ვერ გაიგებთ ჩემს ხმას. მე გავაგრძელებ ისევ საუბარს ადამიანებზე. მოდით დავაბრუნოთ ახლა ცოტა ხნით ხმა და თქვენ ისევ მხედავთ, ისევ გესმით. მაგრამ ცადოთ ახლა, დავტოვოთ ხმა და გავაქროთ გამოსახულება. დაბნელებულ ეკრანთან მე ისევ ვრჩები, თქვენ გესმით ჩემი ხმა, მაგრამ ვეღარ მხედავთ. მე ისევ ადამიანზე ვსაუბრობ.
ისეთივე პატივისცემით და სიყვარულით, როგორც აქამდე და თქვენ ეს კარგად გესმით, თუმცა ვერ მხედავთ. მოდით ახლა დავაბრუნოთ ისევ გამოსახულება და დავაბრუნოთ ის რეალობა, რომელსაც თითქოს ძალიან მარტივად და ბუნებრივად შეჩვეულები ვართ. ხედავთ, გვესმის და ასე შემდეგ. და სულ რამდენიმე წამით ვცადოთ და გავაქროთ ხმაც და გამოსახულებაც. მე გავაგრძელებ საუბარს. მე დაველოდები იმ დროს, რომელიც ამ პაუზისთვის გამოვიყენეთ და განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ისევ ჯანმრთელობაზე, იქცევ თქვენ საჭიროებებზე გესაუბრებით. თქვენ ვერ მხედავთ, თქვენ არ გესმით ჩემი ხმა. მოდით დავაბრუნოთ ისევ ხმა და გამოსახულება. თქვენ კვლავ მხედავთ და ისევ გესმით ჩემი, თუმცა დარწმუნებული ვარ, დისკომფორტი შეგიქმნათ თუნდაც იმ რამდენიმე წამმა, როდესაც ან ხმასთან დაკავშირებით გქონდათ შეფერხება, ან გამოსახულებასთან დაკავშირებით გქონდათ შეფერხება და ძალიან მოკლე იყო ის პერიოდი, როდესაც არც გესმოდათ და ვერც მხედავდით. წარმოიდგინეთ, რომ არიან ადამიანები, რომელთაც აი ასეთი შეზღუდვებით უწევთ მთელი ცხოვრება სხვადასხვა საფეხურზე სიცოცხლისა განვითარება. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ადამიანების საჭიროებები არ ესმის საზოგადოებას, ასეთი ადამიანების საჭიროებებს ვერ ხედავს საზოგადოება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ჩვენ ვისაუბროთ. ვით უფრო მაშინ, როდესაც დღეს მთელი მსოფლიოს გასაგონად იქნება ნათქვამი იმ ადამიანის სახელთან დაკავშირებული კვირეულის შესახებ, რომელსაც ჰელენ კელერის კვირეული ჰქვია. დიახ, მე შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ საქართველოში პირველად ეს სახელი და გვარი ჩვენმა საზოგადოებამ ჩვენი გადაცემიდან შეიტყო. ასევე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ჰელენ კელერის კვირეულის აღნიშვნაც პირველად საქართველოში ჩვენს გადაცემაში დაიწყო. არა იმიტომ, რომ ჰელენ კელერის არსებობა გვეთქვა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გვეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის მოტივაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის მაგალითი და რა ძალა აქვს ასეთ მაგალითს იმისა, როგორ შეძლოთ 19 თვის, მიაქციეთ ყურადღება, 19 თვის ასაკში სმენა და მხედველობა დაკარგულმა გოგონამ მიეღწია იმისთვის, რომ ხანდაზმულ ასაკში ის ქცეულიყო მთელი მსოფლიოსთვის მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება შეზღუდვების მიუხედავად ადამიანმა უმაღლესი განათლება მიიღოს, წიგნები დაწეროს, სამაგალითო პედაგოგი და პოლიტიკოსიც კი გახდეს. აი ასეთი ისტორია შექმნა ამ ქალბატონმა თავისი პედაგოგის ენ სალივანის მეშვეობით და ისტორია, რომელიც ფიქრობ იმსახურებს შეხსენებას ყოველწლიურად, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებამაც იცოდეს, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავენ, ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ სრულფასოვნად შეიგრძნონ და აღიქვან ის ბგერათა სამყარო, რაც არის ჩვენს გარშემო. და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში მოვისმინოთ მათი ხმა. მოდით მოვუსმინოთ, როგორ ჟღერს ჰელენ კელერის ხმა. დიახ, თქვენ გეჩვენებათ, რომ უცნაურად ჟღერს და სხვაგვარად შეუძლებელიც არის 19 თვის ასაკში სმენა და მხედველობა დაკარგული გოგონასთვის მეტყველება საერთოდ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა მისი პედაგოგის და თავად მისი განსაკუთრებული მონდომება. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ჰელენ კელერზე, მის ისტორიაზე, ჩვენ საუბრობთ ადამიანურ გამარჯვებებზე და ადამიანურ ბრძოლებზე, რომელსაც უზარმაზარი გავლენა შეიძლება ჰქონდეს თავად საზოგადოების განვითარებაზე, აღარაფერს ვამბობ თითოეული ადამიანის ბედზე. მოდით გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ისტორია, რომელსაც ამ შემთხვევაში მე გიამბობდით და ამ თხრობას გააგრძელებს ლეკე ჯაფოშვილი პატარა სიუჟეტში. ჰელენ კელერი დაიბადა 1880 წლის 27 ივნის ალაბამაში. ის პირველი ყრუუსნეთლო ადამიანი იყო, ვინც კოლეჯის დიპლომი აიღო. ჰელენი დაბადებიდან ასეთი არ ყოფილა.
ის 19 თვის იყო, როცა ქუნთრუში შედეგად დაკარგა სმენაც და მხედველობაც. მშობლები ძალიან განიცდიდნენ ბავშვის ასეთ მდგომარეობას. მათ მიმართეს სხვადასხვა დაწესებულებებს და ითხოვდნენ ბავშვისთვის პედაგოგს. ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ანა სალივანი, რომელსაც თავად ჰქონდა მხედველობის პრობლემა. It is not blindness or deafness that brings me neither. ეს არ არის სიბრმავე ან სიყრუე. ეს არის ჩემი არსებობა სიბნელეში. ანა ჰელენს დაეხმარა და ეძლია გარიყულობა, რაც ენის თითქმის სრულად არარსებობით იყო გამოწვეული. ის ჰელენს ხელისგულზე უწერდა სიტყვებს და ამგვარად ახდენდა მისი კომუნიკაციის სტიმულირებას. დაწერილი პირველი სიტყვა გახლდათ თოჯინა. She feels the G, the hard G. On the lips she feels the B. I am not dumb now. თავდაპირველად ჰელენისთვის დამაბნეველი იყო ის, რომ თითოეულ საგანს კონკრეტული სახელი ჰქონდა. ერთი თვის შემდეგ მას უნდოდა ყველა საგნის სახელი სწოდნოდა, რასაც ის ეხებოდა. პირველი, რაც ჰელენმა იგრძნო, იყო ის, როდესაც ანა მას ხელზე ცივი წყალი დაასხა. ხელისგულებზე სიტყვების წერა ჰელენის მამამაც ისწავლა, რომ ჰელენთან კომუნიკაცია დაემყარებინა. ანა ჰელენის ინსტრუქტორი იყო თითქმის 59 წლის მანძილზე. ჰელენი ძალიან აქტიური ქალი გახდა. მან 12 სამოტივაციო წიგნი დაწერა. იგი ხვდებოდა მოსწავლეებს და სტუდენტებს, რომლებსაც სტიმულს აძლევდა და უყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ის ბევრს მოგზაურობდა, ხვდებოდა პრეზიდენტებს და პოლიტიკოსებს. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხალხის ინტერესთა დამცველი გახდა. მის ცხოვრებაზე გადაღებულია უამრავი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი. მან შეაგროვა თანხა, რომელთაც უსინათლო ადამიანებს ეხმარებოდა. იგი 1968 წლის 1 ივნისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა კონექტიკუტში. ეს არის მხოლოდ იმედგაცრუება, იმის გამო, რომ მე არ შემიძლია აღვიქვა საუბარი. ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ, მე მინდა გაგახსენოთ რამდენიმე სახელი და გვარი. რუსუდან მაჭარაშვილი, ესმა იაკობაშვილი, მაიკო კუბლაშვილი, ქსენია მუსიკაშვილი, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ და რა თქმა უნდა ლეკე ჯაფოშვილი, რომლის ხმა თქვენ უკვე მოისმინეთ სიუჟეტში და რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და რომელიც დღევანდელი ჩვენი სტუმარია. დილამშვიდობისა ლეკე. ძალიან მიხარია დღეს შენი სტუმრობა. დღეს განსაკუთრებით მიხარია, იმიტომ რომ უკვე ახალგაზრდა დედიკოს სტატუსით ხარ ჩვენთან და მთელი ჩვენი ოჯახის სახელით, მთელი ჩვენი გუნდის სახელით, რომლის განუყოფელი ნაწილიც ხარ შენ, დიდი სიყვარულით გილოცავთ და ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ შენ და შენს პატარას მთლიანად შენს ოჯახს. დღევანდელი შენი სტუმრობა არის გარკვეულწილად სიმბოლური გაგრძელება იმ გზისა, რომელიც ჩვენ წლების მანძილზე ერთად გავიარეთ. როდესაც ჩვენ საუბრობდით ადამიანებთან ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ძალიან რთულია ძაფებისგან თოკების ჩამოყალიბება და კიდევ უფრო მჭიდრო ემოციური ბმების ჩამოყალიბება. მაშინ, როდესაც ადამიანებს შესაძლოა ერთმანეთისთვის საკმარისი კომუნიკაციური სამარჯვი არ გვაქვს. და თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო იმ თემთან ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით გარკვეულწილად ინფორმაციას, ჩვენ ვიყავით მეკავშირე და ხშირ შემთხვევაში
გარკვეული სირთულეების მიუხედავად პრობლემებთან დაკავშირებით პასუხებსაც ჩვენს გადაცემაში პოულობდნენ. მე სიამაყით ვამბობ ამას, რომ ერთად გავიარეთ ეს გზა, იმის ხაზგასაცმელად, როდესაც საქართველოში ძალიან დიდი ხნის წინ პრაქტიკულად ჰელენ კელერზე საუბარი არც კი იყო, ჩვენ დავიწყეთ ამ გადაცემაში ამ თემაზე საუბარი და მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ მიუხედავად არაერთგვაროვანი აღქმისა, ვინ არის ჰელენ კელერი და რა საჭიროა მასზე ასე საუბარი, ჯიუტად ყოველწლიურად ჩვენ ამ თემას უბრუნდებოდით, საუბრობდით და დღეს მე ვფიქრობ აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რატომ ჰელენ კელერი, რატომ ამ თემაზე საუბარი და რატომ უნდა იყოს ეს აუცილებლად ჩვენი გადაცემის ნაწილი. მით უფრო რომ როდესაც მეკავშირეობაზე საუბრობთ და როდესაც საუბრობთ ინფორმაციის ურთიერთგაზიარებაზე, შენ ეს ძალიან კარგად იცი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შუამავლობა და ის როლი, რომელიც თითოეულმა ჩემი ერთ დასახელებულმა სახელმა და გვარმა შეასრულა და რომელიც ამ შემთხვევაში დაგეკისრა შენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ფსიქოლოგს და როგორც ჟესტურ ენაზე თარჯიმანს. ლეკე, მოდი ჯერ ჰელენ კელერზე ვთქვათ და ამ გზაზე, რომელიც ჩვენ შესაბამისი ამოცანებით გავიარეთ და მე ცოტა განსხვავებულადაც შევხედოთ თემის საჭიროებებს. მოგესალმებით, მარი, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რატომ ჰელენ კელერი, ხო? აი, მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასმენის არ მქონე ადამიანებს აქვთ ძირითადად უფრო კომუნიკაციის პრობლემა, გულისხმობ კომუნიკაციურ ბარიერს, ხო? და ჩვენ რეალობაში სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ბარიერი აქვს ამ ადამიანებს. განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, კომუნიკაციის, ურთიერთობის კუთხით, ან მე გულისხმობ სვენის მქონე საზოგადოებასთან. შესაბამისად, ეს ბარიერები მათ უქმნის დაბრკოლებებსაც, განათლების მიღების შესაძლებლობასაც, მე გულისხმობ უფრო უმაღლეს განათლების მიღების პრობლემას. ხო, შემდეგ უკვე მაღალ პოზიციებზე დასაქმების პრობლემა, ვთქვათ, სადაც შეიძლება გადაწყვეტილების მიღები პირები თავად იყვნენ, ხო? და ამ ადამიანებს მსგავსი როლ მოდელი როგორც არის როგორც იყო ქალბატონი ჰელენ კელერი, ნამდვილად ჭირდებათ, ხო? იმიტომ რომ ეს ქალბატონი გახლდათ როგორც მე დაქვეითებული და თუ არ ვცდები ტოტალურად ყრუც იყო, ასე ვთქვათ. და ამასთან ერთად მას ჰქონდა მხედველობის პრობლემაც. ხო, ანუ ეს ორმაგი ბარიერის პირობებში მან შეძლო ძალიან ბევრი რამ. დაამთავრა უნივერსიტეტი, მიაღწია ძალიან ბევრს, ხო? და მსოფლიო დონის წარმატებული ადამიანი გახდა და ეს არის ყოველთვის მაგალითი ამ თემისთვის, თუ როგორ მიუხედავად ბარიერებისა, როგორ შეიძლება გქონდეთ мотиваცია იმისა, რომ ცხოვრებაში რაღაცას ანუ კარგს მიაღწიონ, ასე ვთქვათ. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მოდით ასე ვიტყვი, როდესაც მე დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა და შევთავაზე ჯგუფს, რომ ეს გაგვეკეთებინა. მაშინ პრინციპში ეს იყო ჩვენი გადაცემის არჩევანი და არ დავმალო პირადად ჩემი არჩევანი. თუმცა დრომ გვაჩვენა, რომ საჭიროა ასეთი კვირეულების ჩატარება. ეს კითხვა უნდა დავსვათ? იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ატარებს, დღეს გაიხსნება ეს კვირეული. აუცილებელი. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ლეკე? აუცილებელიც კი არის, მარი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაც და ჩვენც ადამიანებმა მათ უნდა ვაგრძნობინოთ თავის, რომ ისინი არიან ჩვენთვის თანასწორუფლებიანი მოქალაქეები, თანაბარ მდგომარეობაში მყოფი, ასე ვთქვათ, მაინც არის საჭირო მსგავსი კვირეულების ჩატარება, იქიდან გამომდინარე, რომ ცნობადობა ჯერ კიდევ სამწუხაროდ საქართველოში აუცილებელია ცნობადობა გაიზარდოს ყუთა თემთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ხო, იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს რაღაცა გაუცხოება აქვთ ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, სამწუხაროდ მე გულისხმობ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ხო, და არა ყველას, ხო? და მსგავსი კვირეულები საჭიროა იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს, რომ იცით რა ის მათაც შეუძლიათ მსგავსი რამ, რაც თქვათ ჩვენ შეგვიძლია, ხო? და სიყრუა ეს არ არის თქვათ განაჩენი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მიუხედავად შეზღუდვისა შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო და ბევრ რამეს მიაღწიო ცხოვრებაში. ამიტომ მსგავსი კვირეულები ნამდვილად მნიშვნელოვანია ცნობიერების ასამაღლებლად. ძალიან ხშირად ვსვამთ ხოლმე ჩვენ ასე კითხვას,
არის კი საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი და გასაგები, რა საჭიროებაც შეიძლება ჰქონდეს თემს. ჩვენ სულ ეს გვაღელვებს, როდესაც მაგალითად ვცდილობთ მივაწოდოთ სამედიცინო ინფორმაცია და მიდის თუ არა დანიშნულების ადგილას ისე როგორც საჭიროა. ამაზე წლების მანძილზე ძალიან კეთილსინდისიერად იზრუნეთ თქვენ და ეს ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებისათვის გასაგებია მათი ხმა, საზოგადოებისათვის გასაგებია მათი სათქმელი. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, მე მესმის თქვენი. ძალიან ვამაყობ იმით, რომ შემიძლია რამდენიმე ფრაზა ვთქვა. თქვენი დამსახურებით რასაკვირველია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოებას ესმის ამ ადამიანების საჭიროება. შენი გამოცდილება ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია. შენ გაიარე საკმაოდ გრძელი გზა. პირადი როგორც ადამიანის ოჯახური ისტორიიდან დაწყებული, დამთავრებული პროფესიული თვალსაზრისით, როგორც ფსიქოლოგმა, შენი პროფესიის ჭრილში აღიქვეს მოვლენები და ჩვენს გადაცემაში წლების მანძილზე მუშაობამ ამაში კიდევ უფრო დაგარწმუნა, რამდენად დიდია შენი როლი ამ შემთხვევაში, როგორც სურდო თარჯიმანის, ჟესტურ ენაზე თარჯიმანის, იმისთვის, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. მაგრამ საზოგადოებამ თუ იცის ამის შესახებ. მარი, სანამ მაგ-კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ყუთა თემიც ასევე იყოფა სეგმენტებად, ხო? ყველა სხვადასხვა საჭიროება შეიძლება ქონდეს. არის ყუთა თემი, რომელიც არ იყენებს ჟესტურ ენას და მას ესაჭიროება კომუნიკაციისთვის, წერილობითი კომუნიკაცია ან სუბტიტრები, ხო? მაგრამ არის ცალკე თემიც ამ ყუთა თემში, ასე ვთქვათ, პატარა თემი, რომელიც იყენებს მხოლოდ ჟესტურ ενას. კომუნიკაციის საშუალება მათთვის არის ჟესტური ენა, ერთადერთი საშუალება და თამამად ვიტყვი, რომ ჩემი მშობლებისთვისაც კი ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება არის ჟესტური ენა და ოჯახში ჩვენ ფაქტიურად ჟესტურ ენაზე ვსაუბრობდით ბავშვობიდანაც და ახლაც, ხო? ამიტომ არის საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის, რომ თუ გვინდა რომ ჩვენ გვესმოდეს მათი აუცილებელიც კი არის, რომ აი ეს მცირედი, რაც მარი თქვენ ახლა გააკეთეთ ჟესტურ ენაზე, პატარა სიტყვაც ან წინადადებაც ჟესტურად ვუთხრათ მათ, რომ მათთან კომუნიკაციაში შევიდეთ. ანუ ძალიან უხარიათ ხოლმე, როდესაც და ბედნიერები არიან, როდესაც მათ ჟესტურ ენაზე ვინმე ესაუბრება. ჩვენ გადაცემას რაც შეეხება, მე მინდა რომ ხაზგასმით თქვა ერთი რამ. ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი ყუდასმენად დაქვეთებული ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ამ გადაცემის გარდა ფაქტიურად არაფერი არ არის ხელმისაწვდომი მათთვის. მე ვგულისხმობ აი სამედიცინო ინფორმაცია, რაც ინტერნეტშიც არის განთავსებული, ან სხვა ტელევიზიები გადმოსცემენ და აქვთ ეს ინფორმაციული ვაკუუმი. ყოველთვის ეკითხებიან, სმენიან ადამიანებს, თქვათ იმ სიახლეებს, იმ ინფორმაციებს, რაც არის დღესდღეობით. ამ გადაცემამ ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა მათთვის ნამდვილად და მე მინდა ხაზი გაუსვა ერთ რაღაცას. ჟესტური ენა არ არის მხოლოდ ენა, ანუ ენობრივი სისტემა, ხო? ძალიან სიღრმისეული ენა არის, ასე ვთქვათ და ამ გადაცემამ ნამდვილად შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ჟესტურ ენაზე დაინერგა სამედიცინო ტერმინოლოგიები. მე ვგულისხმობ ჟესტური სამედიცინო ტერმინოლოგია, ასე რომელიც არ არსებობდა, ხო? აი ძალიან ბევრი სიტყვები იყო, სამედიცინო სიტყვები, რაც ჟესტური შესატყვისი არ ქონდა მას და ესეც დაინერგა და თემშიც იყენებენ ამას უკვე აქტიურად. მე ძალიან მიხარია რასაკვირველია. ძალიან გვეამაყება ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ერთად გავიარეთ, ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ, თუმცა მანამდე მე მინდა მაყურებელს გავახსენო ერთი ძალიან კარგი სიუჟეტი, რომელიც ჩვენს გადაცემაში ადრე გავიდა, მაგრამ დღეს თემატურად მნიშვნელოვანია ამ სიუჟეტის გახსენება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ დავსვით კითხვა, რას უთქალებს და სწორედ იმ შესაძლებლობებით, იმ ჟესტებით, რომელზედაც დღეს ახლა ამდენ საუბრობთ, იყო ეს თარგმანი გაზიარებული და მოდით ერთად გავიხსენოთ ეს სიუჟეტი.
ხეკე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რომ მისი ესმოდეთ. და ეს ბუნებრივია, ყველაზე ადამიანურია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობით ერთმანეთს ჩვენ სიხარულს, ჩვენს ტკივილს უზიარებთ. თუმცა ეს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელთანაც ჩვენი გადაწყვეტილებებით, ჩვენი ქცევებით, სამარჯვებით ვცდილობთ ადაპტაციას. რამდენად განსხვავდება ადამიანის ყოველდღიურობა, ცხოვრების წესი, მაშინ როდესაც არის შეზღუდვები. და ეს შეზღუდვები აყალიბებს თუ არა რაღაცა სპეციფიკას, თავისებურებას, თუნდაც იმ ყოველდღიურ საოჯახო და საყოფო ცხოვრება რუტინაში, რომელიც თითქოს ძალიან მარტივად და ჩვეულებრივად წარმოგვიდგენია. რა თქმა უნდა, ჩვენი გადმოსახედიდან მე ვიტყოდი, რომ არის ბარიერები, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ უქმნით. თუმცა, მე მქონია ეს კითხვა ჩემ მშობელთან, რომ შენ ყოველდღიურობაში, თქვათ, რა ბარიერები გაქვს და რა დისკომფორტს გიქმნის ეს ბარიერი, ხო? დედიკოს უთქვამს ისეთი რამ, რომ გარდა იმისა, რომ ხალხთან მაქვს კომუნიკაციის პრობლემა, და როცა მჭირდება სამედიცინო მომსახურება ან სხვა საბანკო მომსახურება, ნებისმიერ უწყებაში მისვლა და მჭირდება დამატებით თარჯიმნის დახმარება, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, თქვათ, დამატებით ბარიერად, და ესე გამოსაპასუხებელი. კონფიდენციალობის დარღვევის დროს. მაგრამ ის, რაც მისთვის ყოველდღიურობა არ არის დისკომფორტი. მან ასეთ რამ მითხრა, რომ მე ამ მოცემულობაში ვარ და ეს ჩემთვის არის ნორმა. ანუ ოჯახურ გარემოს ოჯახურ გარემოს, სამეგობროს ოჯახურ გარემოს, იქ სამსახურს, ანუ მისთვის ეს არ არის დისკომფორტი. ამიტომ ხანდახან ადამიანებს ზოგჯერ გვაქვს არასწორი წარმოდგენაც კი იმაზე, რომ მათ როგორ შეუძლათ იცხოვრონ, ანუ ძალიან განსხვავებლები არიან, ესე არ არის. ანუ ჩვენი ოჯახური სისტემაც იყო ყოველთვის ჩვეულებრივი, როგორც ნებისმიერი სმენიანი ოჯახის, ბავშვის ოჯახისგან. უბრალოდ თავისებურებები და სპეციფიკა, რაც ჩვენ ოჯახში იყო, ეს არის, რომ სტუმარი როდესაც მოდიოდა, იმის მაგივრად, რომ კარზე ხმოვანი ზარი ყოფილიყო, ან დაგვეკაკუნებინა. ყოველთვის ჰქონდა შუქი, რომელიც ინთებოდა და ეს იყო მანიშნებელი იმისა, რომ ვიღაცა იყო კარზე უცხო სტუმარი მოსული. ხო, ესეთი სპეციფიკური რაღაცები ყოველთვის აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს. მაგალითად ის, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ დავუძახოთ და შორს დგანან, რა თქმა უნდა, როცა არ ესმით, ვერ დავუძახებთ, ამიტომ აუცილებელია მივიდეთ, ხელი დავადოთ, ან ოთახში თუ გვაქვს შუქი, შეგვიძლია 1-2 ჩავაქროთ, ავანთოთ და ეს იქნება ნიშანი უკვე იმისა, რომ მან გამოიხედოს. ანუ ესეთი მსგავსი პატარ-პატარა რაღაცები საზოგადოებამ არ იცის და შესაბამისად არ იცის როგორ მიუდგეს და როგორ დაამყაროს კომუნიკაცია მათთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც გქონდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მე უკვე გაუმარტივდეთ მათთან ურთიერთობა და ხო, ეს არის მოკლედ. და ამ ადამიანებს შესაბამისად ადაპტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუნდაც ის რაც აღწერე როგორ უნდა მიუახლოვდნენ, როგორ შეეხონ, ანუ როგორ მოახერხონ ამ ადამიანის ყურადღების მიპყრობა. ან სინათლე როგორ შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანთან კონტაქტი დავამყაროთ. მე ვფიქრობ, თითქოს მარტივი და ბანალური მინიშნებაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქ, სადაც არ იცი რა სამარჯვე გამოიყენო ურთიერთობისთვის. შენი კომუნიკაციური სამარჯვები, რომელიც უნებურად ძალიან გაფართოვდა. დედობამ შეგიცვალა, განსხვავებულად ხედავ, ხომ არ გესმის ჯერ მისი ენა. პრაქტიკულად თქვენ არ ლაპარაკობთ თითქოს სიტყვებით კლასიკურად, მაგრამ ჟესტები იქაც გეხმარება? ძალიან, მარიце, ჟესტებთან ერთად მეხმარება მიმიკები და ეს ემოციები, რაც შვილთან ურთიერთობის დროს მაქვს. ეს პროფესიული გამოცდილებაც გეხმარება? პროფესიულმა გამოცდილებამ ნამდვილად ხელი შეუწყო შვილთან ურთიერთობას. ანუ გულისხმობ ეს ემოციები, ჟესტები, მიმიკები, რაც მასთან მაქვს, ასე ვთქვათ. ძალიან მიხარია. მიხარია, რომ ერთად გავიარეთ ეს გზა, მიხარია, რომ წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს ისეთი, რაც შეგვიძლია სასიკეთოდ შევცვალოთ. მით უფრო რომ დიდი ოჯახი ჩამოყალიბდა ამ ურთიერთობის ფარგლებში, როდესაც ჩვენ შევძელით მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენი ხმა არ ესმით ადამიანებს, მათი გრძნონ ჩვენი ოჯახის წევრებად
თავი. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც ამ წლების განმავლობაში მოვიპოვეთ და უზარმაზარი წვლილი არის თქვენი, თითოეული თქვენგანის და მე მიხარია, რომ ახლა დღეს მაქვს საშუალება ეს გითხრათ დიდი მადლიერებით. და გავაგრძელებ მე გადაცემას დაგემშვიდობები ლეკე და გავაგრძელებ გადაცემას იმით, რაშიც შენი მონაწილეობა ასევე თვალსაჩინოა. თქვენ სამეფარიშვილმა თავის დროზე მოამზადა ეს რგოლი, სადაც მოდი გამახსენე თუთას, ვისთან ერთად მაყურებელსაც უთხრათ. დიახ, ანა კალანდაძის ლექსი თუთა არის გახმოვანებული 203 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ჟესტურ ენაზე. ძალიან დიდი მადლობა და მე სიამოვნებით წარვადგენ სწორედ ანა კალანდაძის თუთას ჟესტურ ენაზე. დღევანდელი ჩვენი კვებით შუქნიშანი განსხვავებულია. განსხვავებული არა კონცეფციით, არამედ ფორმით და თემატურად. ფორმით თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ გახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება. ის, რაც ყველა ადამიანისთვის ერთნაირად გასათვალისწინებელია. ჩვენ ამაზე შევთანხმდით, რომ არც ერთი რეკომენდაცია არ არის უნივერსალური. არ არსებობს უნივერსალური საკვები პროდუქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, არც რჩევა, რომელსაც მოისმენთ სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, არ არის აბსოლუტური. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლოა ყველაზე სანდო რჩევაც კი ეყრდნობოდეს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომელიც ამ მომენტისთვის გვაქვს, მტკიცებითი მედიცინის დამსახურებით. გავა დრო, გავა წლები და ძალიან ბევრი რამ, როცა შეიცვლება, შესაძლოა შეიცვალოს ამ რჩევასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, მაგრამ უცვლელი რჩება ადამიანის მიმართ დამოკიდებულება და იმის განცდა, რომ ის ერთადერთია, ის განუმეორებელია, ის უნიკალურია და ჩვენი რჩევებიც უნდა იყოს უნიკალური. აი, ამიტომ არის ერთი საერთო პრინციპი, რომელიც დაავადების შემთხვევაშიც და პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში, ქალებსა და კაცებში, მოკლედ, ყველა შემთხვევაში შეიძლება ერთნაირად წარმატებით გამოვიყენოთ, თუ ჩვენი რეკომენდაციები დაეყრდნობა წონასწორობას. დიახ, იმ წონასწორობას, რომელიც დაბალანსებული კვების საფუძველია და სადაც სულ ცოტა ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტი უნდა იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, უნარ შეზღუდულობა არ ნიშნავს კვების შეზღუდვას და გულისხმობს სწორედ დაბალანსებული კვების პრინციპების გათვალისწინებას და გათვალისწინებას ადამიანის ინდივიდუალური საჭიროების. დიახ, დაბალანსებული კვება უნდა მოვარგოთ ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებას. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ადამიანის ორგანიზმს და თავად ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს მკურნალობთ არა დაავადებებს, ჩვენ მკურნალობთ ადამიანს. ადამიანს ყველა თავისი მახასიათებლით, მათ შორის თავისი ჯანმრთელობის სხვადასხვა წახნაგით. დღევანდელი ჩვენი გადაცემა, როგორც თქვენ დარწმუნდით, ძალიან განსხვავებული იყო სათქმელით, თუნდაც იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ კვირეულთან
თემასთან დაკავშირებით გაგახსენეთ ინფორმაცია. მაგრამ მთავარი სათქმელი კვებით შუქნიშანთან მიმართებაში არის ის, რაც არის ჩვენი გადაცემის ფასეულობა, ის, რაც არის ჩვენი კონცეფციის საფუძველი, ის, რაც ადამიანს უკავშირდება, დიახ, ადამიანს როგორც მთავარ ღირებულებას და ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფლება. და თუ თავისუფლება არის ჯანმრთელობა, მაშინ ადამიანისთვის ჯანმრთელობაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველაფერი, რაც თავისუფლებასთან არის გაიგივებული. ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომელიც მას დამოუკიდებლობას ანიჭებს და ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა ადამიანისთვის, რომელიც მას თავისუფალს ხდის. და ეს ურთიერთობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა კვებაში ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უნარ შეზღუდულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ. საზოგადოებას აქვს ხშირად განურჩეველი დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ, მაგრამ საბედნიეროდ ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, ეს არის მცირე რაოდენობა, ჩემი განცდით. მაინც მგონია, რომ ადამიანთა უმრავლესობა არის მზად იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს დაუჭირონ მხარი. მე მაქვს განცდა იმისა და რაც თორია რწმენა იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა სხვა ადამიანებისათვის მზად არის გაიღოს თავისი სიკეთე და ასეთ შემთხვევაში მზრუნველობა არის ამ სიკეთის გამოხატულება. უფრო მეტიც, ზემზრუნველობაც კი ამ სიკეთის გამოხატულებაა და ადამიანურად, ბუნებრივად გასაგები და ახსნადია. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ შეზღუდულ შესაძლებლობებზე, მაშინ ადამიანის დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ზემზრუნველობით ეს დამოუკიდებლობა მეტად არ შევზღუდოთ, ვიდრე ეს შეზღუდული შესაძლებლობების გამოა. და თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ადამიანებს სხვადასხვა საქმე ავარიდოთ, სხვადასხვა პრობლემა ავარიდოთ, დიახ, ჩვენ დაგვჭირდება გავითვალისწინოთ, რომ მათთვის წონის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია, წყლის ადეკვატური მოხმარებაც მნიშვნელოვანია, ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანია, რეჟიმის დაცვას, ულუფის გათვალისწინებას, რაციონის გათვალისწინებას, ყველა იმ პროდუქტზე მინიშნებას, რომელსაც ყოველთვის ვაკეთებთ, მაგალითად, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება, შაქართან და მარილთან ფრთხილი დამოკიდებულება, ტრანსცხიმების მინიმუმამდე შემცირება და ასე შემდეგ. მაგრამ დამოუკიდებლობა, რომელიც მზრუნველობასთან კავშირში შეიძლება დაზარალდეს, გულისხმობს არა ამ ტიპის რეკომენდაციებს, რომელიც ნამდვილად სასიკეთოა ყველასთვის, არამედ რეკომენდაციებს, რომელიც უკავშირდება მაგალითად საკვების შერჩევას, მაგალითად საკვების დამუშავებას, საკვების მომზადებას, კერძის მომზადებასა და გაზიარებას. მოკლედ დამოუკიდებლობას კვებაში, რაც ბევრად ზრდის ადამიანის არაუბრალოდ ცხოვრების ხარისხს, თქვენ წარმოიდგინეთ სიცოცხლის ხანგრძლივობასაც, ზრდის ადამიანის თვითშეფასებას და იმის განცდას, რომ მას შეუძლია. ყველა ადამიანს გვჭირდება იმის განცდა, რომ შეგვიძლია და ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვეტყვით, რომ არ დაჭრა, დაფადადანა, შენ არ გჭირდება, ამას მე გავაკეთებ. რატომ? იმიტომ, რომ შენ ცუდად გესმის, იმიტომ, რომ შენ ცუდად ხედავ. ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება თანამედროვე მედიცინისა და მეცნიერების მონაცემებით. უფრო მეტიც, ადაპტაციური საშუალებების გამოყენება, უფრო მეტიც დასწავლა აი ამ ყოველდღიური რიტუალებისა ისე, რომ საზიანო არ აღმოჩნდეს ადამიანისთვის და პირიქით აღმოჩნდეს მისთვის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის წინაპირობა. მაგალითად, ადაპტაციურად ისეთი დანის შერჩევა, რომელიც ნაკლებ დამაზარალებელია. ამ დანასთან ურთიერთობის დასწავლა იმისათვის, რომ შემდეგ ამ ადამიანისთვის საზიანო არ იყოს. ინდივიდუალური პირადი ნივთების შერჩევა, ინდივიდუალური არა მხოლოდ ფერით და არა მხოლოდ ფორმით, არამედ ზედაპირითაც. ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პროდუქტებს ვარჩევთ, ადამიანმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და შეაფასოს ზედაპირის სიგლუვე და ხაოიანობა. შეაფასოს ცივია თუ ცხელია, მაგალითად ფორიანია თუ გლუვია. ძალიან მნიშვნელოვანია შეაფასოს აგრეთვე როგორი სუნი აქვს, მაგალითად როგორია
მისი სიმკვრივე, როგორია მისი კონსისტენცია, მისი წელვადობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს პროდუქტის შერჩევისას, პროდუქტის დამუშავებისას, მერე გამოყენებისას აქვს უდიდესი მნიშვნელობა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. პროდუქტების შერჩევა, მომზადება, დამუშავებასთან ერთად მნიშვნელოვანია მათი შენახვის, მათი გამოყენების საკითხებში დამოუკიდებლობა, როდესაც ადამიანისთვის მისი შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, მისთვის პერსონალურად გამოყენებული ინდივიდუალური ჭურჭლის კომპლექტის ან პირადი მოხმარების ნივთების კარგად დასწავლის შემდეგ ადამიანი ახერხებს ეს პროდუქტები, რომელიც დამუშავებულია, შენახულია, კერძად მომზადებულია, გამოიყენოს, მოიხმაროს და შემდეგ დამოუკიდებლად დააბინავოს პროდუქტის ნარჩენები და გარეცხოს თავისი ჭურჭელი. თვით მომსახურების ნაწილი გახლავთ ესეც და ასეთ შემთხვევაში ადამიანის დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ისევე როგორც სასარგებლო პროდუქტისგან დარჩენილი გამოსაყენებელი ნაწილის შენახვა და უვარგისი ნაწილის ნაგავში გადაგდება. ამის დახარისხება, დაფასება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თითქოს მარტივი დეტალებია. ეს ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივი მოვლენებია ყოველდღიურ ჩვენს რუტინასთან მიმართებაში, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ის საკითხებია, რომელიც ადამიანის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ემსახურება და არა ადამიანის თავის არიდება, ადამიანის დაცვა ასეთი სამუშაოსგან, თითქოს და მის მიმართ ზრუნველობის ნიშნად და მისი შეზღუდული შესაძლებლობის გათვალისწინებით. ჩვენ თავარი სათქმელი გახსოვთ, რაც გვაქვს. მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, თუ საზოგადოება იქნება სათანადოდ ადაპტირებული და რასაკვირველია ეს ოჯახს უპირველეს ყოვლისა ეხება, მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ადამიანებმა შეიძლება შეუზღუდავი უნარები გამოამჟღავნონ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანი არის უდიდესი ღირებულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, სადამდე წდება მისი შესაძლებლობები, რადგან მას აქვს განსაკუთრებული უნარები და ეს უნარები როგორ გამომჟღავნდება, ბევრად არის დამოკიდებული სხვა ადამიანების მხარდაჭერასა და კეთილგანწყობაზე. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.